ძალიან მიხარია რომ ამ ვიდეოზე გადმოხვედი, რადგან ამ ვიდეოში მე შენ აგიხსნი ეგრეთ წოდებულ პირობითებს, იგივე კონდიშნალებს ძალიან მარტივი და შენთვის გასაგებიანი. დავიწყეთ. ჯერ მოდი ვთქვათ საერთოდ რა არის ეს პირობიტი. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი. თუ რაღაცა მაქვს, მაშინ მეორე რაღაცა შესრულდება. ანუ თუ ერთი პირობა მაქვს, მეორე სხვა რაღაცა შესრულდება. სიტყვაზე თუ ნამცხვარს შეჭამ, გასუხდები. აი ეს არის სწორედ ეს პირობიტები, რომლებიც ინგლისურშიც არც თუ ისე რთულია. და პირობითი იგივე conditional რატო ქვია ამას? იმიტომ რომ ინგლისურად სიტყვა condition ნიშნავს პირობას. Conditional პირობითი. ძალიან მარტივი და ლოგიკური. ინგლისურში არსებობს რამდენიმე ტიპის conditional იგივე პირობითი და ჩვენ ამას ახლა დეტალურად გავავლით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ნულოვანი, ეგრეთ წოდებული zero conditional, ნულოვანი პირობითი. ანუ ნულოვანი რას ნიშნავს? იმიტომ რომ არაფერს ისეთ პირობას არ მოითხოვს რაღაცა საოცრებას, მაინც ის შესრულდება. და ნულოვან პირობითებს ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ ჭეშმარიტებებზე, რაც აუცილებლად 100%-იანი ყველა ვარიანტში მოხდება, იმიტომ რომ ბუნებამ დააწესა ასე და ასეთი კანონზომიერება გვაქვს. მაგალითად, ყინულს თუ გაადნობ, ის გალღვება. წყალს თუ გააცხელებ, აორთქლდება. ზაფხულში მზე თუ გამოვიდა, სიცხე იქნება. და ასე შემდეგ. საწარმოებლად კი გვჭირდება ეგრეთ წოდებული if, რომელიც ნიშნავს თუს, ეს if ძალიან ხშირად მოგვიწევს ამისი გამოყენება, მისათვის რომ პირობა ვაჩვენოთ თუ რაღაცა, მაშინ რაღაცა. ამ შემთხვევაში ifs ნულოვანის დროს ვუმატებთ აწმყოს ფორმას, რაც ნიშნავს present simple-ს, მაგრამ ჩვენ ესე დავიხსნით ახლანდელი ფორმა, ჩვეულებრივად ზმნა თავის საწყის ფორმაში და შემდეგ ისევ აწმყოს ფორმა, ეგრეთ წოდებული present simple, რომელსაც ახლანდელი დროის გამოსახატად ვიყენებთ. ანუ კონსტრუქცია გვაქვს if ახლანდელი ფორმა, მძიმე პლუს ახლანდელი ფორმა. მაგალითისთვის, მცენარეებს თუ არ მორწყავ, ისინი მოკვდება. მაგალითად, ინგლისურად ეს ჟღერს ასე. If you don't water the plants, they die. ანუ if-ის მერე გამოვიყენე ახლანდელი დრო, შემდეგ მეორე ნაწილშიც გამოვიყენე ახლანდელი დრო. იმიტომ რომ ბუნების კანონზომიერება და აუცილებლად გარდაუვალია თუ არ მორწყავ, აუცილებლად მცენარე მომიკვდება. If you don't water the plants, they die. კიდევ ავიღოთ ესეთი მაგალითი, ცეცხლს თუ შეეხები, დაგწვავს. ესეც რა თქმა უნდა ბუნების კანონია და ამიტომ გვინდა ნულოვანი პირობითი. If you touch the fire, it burns. შვენიერი. Touch შეხება თავის საწყის ფორმაში, burn დაწვა თავის საწყის ფორმაში. If you touch the fire, it burns. ცეცხლს შეეხები, დაგწვავს. ნულოვანი პირობითი. ასევე ნებისმიერი პირობითებში ჩვენ შეგვიძლია გადავანაცვლოთ. It burns if you touch the fire and the fire burns if you touch it. ამ შემთხვევაში უბრალოდ მნიშვნელობა არის ზუსტად ერთი და იგივე, უბრალოდ მართლწერაში არის ერთადერთი განსხვავება. თუ ჩვენ ძირითადი ნაწილით დავიწყებთ, ძირითადი შედეგით, რომ დაგწვავს და შემდეგ მოვაყოლებთ პირობას თუ ცეცხლს შეეხები, ამ შემთხვევაში უბრალოდ შუაში მძიმე არ იწერება, დანარჩენ შემთხვევაში წინადადებები აუცილებლად მძიმეებით გვინდა. მაგალითად, if you touch the fire, მძიმე it burns. მაგრამ ამას თუ შემოვატრიალებ, the fire burns if you touch it. ამ შემთხვევაში მძიმეს არ ვსვამთ. როდესაც if-იანი ნაწილი არის მეორე. როდესაც if-ით იწყება წინადადება, შუაში მძიმეს ვსვამთ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის განსხვავება. მოკლედ გავიარეთ ნულოვანი, იგივე zero conditional, რომელიც თქვით რომ კანონზომიერებზე არის მორგებული და 100%-იან ჭეშმარიტებზე. ეხლა გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე, რომელსაც ჩვენ ვეძახით პირველ, იგივე რეალურ conditional. First conditional, პირველი პირობითი. ეს პირველი პირობითი აჩვენებს რეალურ აწმყოს, მაგრამ ნულოვანისგან განსხვავებით არ გვიჩვენებს რომ 100%-იანი შედეგი გვექნება. ანუ რაღაცა შანსი არის რომ ისე არ მოხდება. უბრალოდ ვამბობ თუ რაღაცა პირობა მექნება, დიდზე დიდი ალბათობით ეს მოხდება, მაგრამ არა 100%. და თავის დაზღვევის მიზნით რაღაცას ვიტოვებთ ჩვენთვის. ამითი განსხვავდება პირველი ნულოვანისგან. მოკლედ, პირველს როგორ ვაწარმოებ? Ifs ვუმატებთ ზმნის ახლანდელ ფორმას, იგივე მოქმედების ახლანდელ ფორმას, შემდეგ მძიმე და შემდეგ ვამატებთ will და მოქმედებას. აი ეს არის ზუსტად განსხვავება. If ახლანდელი ფორმა მძიმე will ჩვეულებრივი საწყისი ფორმა, მომავლის ფორმა. მაგალითისთვის ვთქვათ, თუ შენ დაბადების დღეს გადაიხდი, ძალიან ბევრ საჩუქარს მიიღებ. ანუ შეიძლება დაბადების დღე გადავიხადო, მაგრამ აუცილებლად 100%-ით არ ვიცი რომ ბევრი საჩუქარი მივიღო. იქნება და ცოტას ვიღებ, ხო? ამითი განსხვავდება მოკლედ პირველი ნულოვანისგან. წინადადება ინგლისურად იქნება შემდეგნაირად. If you have a birthday party, you will get loads of presents. ანუ if-ის მერე
if you have a birthday party. ჩვეულებრივად საწყის ფორმაში, ახლანდელის ფორმაში დავსვი, მძიმე, შემდეგ will და მოქმედება. You will get loads of presents. Ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ შეტრიალებულად. You will get loads of presents if you have a birthday party. განსხვავება რა არის? შუაში მძიმეს არ ვწერთ. მეორე, მაგალითად, ხვალ თუ იწვიმებს, სახლში დავრჩებით. If it rains tomorrow, მძიმე, we will stay home. ანუ ხვალ თუ იწვიმებს, სახლში დავრჩებით. 100% არ არის, მაგრამ ასე გვაქვს დათქმული. ანალოგიურად შეგვიძლია შევატრიალოთ we will stay home if it rains tomorrow. განსხვავება ის იქნება, რომ შუაში აქ მძიმეს არ ვწერთ. აქ ყურადღებით ვიყოთ არ შეგვეშალოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშლება if-ის შემდეგ იყენებენ will-ს, იმიტომ რომ ქართულად ეს ჟღერს თუ ხვალ იწვიმებს, იმიტომ რომ will მომავალს გამოხატავს და ქართულად მომავლით ითქმება ეს ყველაფერი, თუმცა ინგლისური ითხოვს მკაცრად ასეთ რაღაცას, რომ ახლანდელ ფორმაში უნდა ჩავსვათ მოქმედება. If it rains tomorrow და არა if it will rain tomorrow არასწორია. If it rains tomorrow, we will stay home. ანუ will უნდა მეორე ნაწილში და არა if-თან. ეს აუცილებლად უნდა დავამახსოვროთ. წავედით შემდეგ კატეგორიაზე, რომელსაც ქვია მეორე პირობითი, იგივე second conditional. მეორე პირობითი უჩვენებს არარეალურ აწმყოს, არარეალურ ახლანდელს, ანუ ახლანდელ დროში, რაც არ გვაქვს, ან რაც არ არსებობს, ან რაც საერთოდ არ მომხდარა. მაგალითად, წვერი რომ გქონდეს, მეცნიერს დაემსგავსებოდი, სიტყვაზე გეუბნები. მაგრამ ვიცი რომ წვერი არ გაქვს, ამიტომ ამბობ წვერი რომ გქონდეს. არ გაქვს წვერი და შესაბამისად არ გავხარ მეცნიერს. ამიტომ ვიძახი წვერი რომ გქონდეს, მეცნიერს დაემსგავსებოდი. აქაც რა თქმა უნდა წვერი რომ გქონდეს 100% არ ვიცი მეცნიერს დაემსგავსებოდა თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობა არის და პირობას უყენებ რომ შენ თუ წვერი გაქვს, მეცნიერს დაემსგავსებოდი დიდი ალბათობით. მეორეც განსხვავდება რა თქმა უნდა ნულოვანისგან, იმიტომ რომ 100%-იანი არც ეს არ არის. ან სიტყვაზე მეორე მაგალითი, შენს ადგილას რომ ვიყო, მანქანას ვიყიდდი. არ ვარ შენს ადგილას, მე ვარ, შენ ხარ. შესაბამისად არარეალურ ახლანდელზე გეუბნები. თუმცა მაინც ვამბობ რომ ეს რო ასე იყოს ახლა, ამას ვიზამდი. წარმოება არის არც თუ ისე რთულად if-ის შემდეგ მოგდის მოქმედება past simple-ში, წარსული დროის ფორმაში, შემდეგ მძიმე იწერება და ვიყენებთ would-ს ჩვეულებრივად საწყისი ფორმის მოქმედება. მაგალითისთვის პირველი მაგალითი გავიხსენოთ, წვერი რომ გქონდეს მეცნიერს დაემსგავსებოდი. If you had წარსული ფორმა, if you had a beard წვერი რომ გქონდეს, if you had a beard, you would look like a scientist. would გამოვიყენე მძიმის შემდეგ. You would look like a scientist. მეცნიერს დაემსგავსებოდი. აქ ასევე ძალიან ბევრს ეშლება ერთი დეტალი, რომ რახან მოქმედებას ვიღებთ წარსულ ფორმაში, if you had a beard. ყველას გონია სწორი თარგმანია ასე, რომ გქონოდა წვერი. არა, ეს არის სხვა პირობითი და if you had a beard სწორი თარგმანით არის შენ რომ წვერი გქონდეს, ახლა არ გაქვს და ახლანდელ არარეალობაზე არის საუბარი. მოკლედ, if you had a beard, you would look like a scientist. წვერი რომ გქონდეს, მეცნიერს დაემსგავსებოდი. მეორე მაგალითი, შენს ადგილას რომ ვიყო, მანქანას ვიყიდდი. If I were you, შესაბამისად if-ის მერე, წარსული ფორმა გამოვიყენე, ყოფნა მოქმედების, if I were you, მძიმე, I would buy a car. would შემდეგ საწყის ფორმაში მოქმედება და შემდეგ რა პირობაც გვაქვს. I would buy a car. მანქანას ვიყიდდი. If I were you, I would buy a car. ეს ზოგადად რჩევების მისაცემად გამოიყენება ეს ფრაზა if I were you. შენს ადგილას რომ ვიყო. ანალოგიურად შეგვიძლია შევცვალოთ, გადავატრიალოთ და შებრუნებულად ვთქვათ I would buy a car if I were you. და განსხვავება რა არის? სწორია, განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ისე რომ მძიმე არ იწერება. მნიშვნელობა ზუსტად იგივე რჩება. პირველ წინადებაშიც ანალოგიურად You would look like a scientist if you had a beard. მძიმე არ იწერება. სხვა ყველაფერი მნიშვნელობა ზუსტად იგივეა. მოდით ახლა შევაჯამოთ რაც გავიარეთ ნულოვანი, პირველი და მეორე კონდიშნალები და მოდი ახლა დაგისვამთ კითხვას ინტერაქციულად და მიპასუხეთ. როგორ იტყვი ინგლისურად? მაგალითად, ხვალ თუ იწვიმებს, პიკნიკს გავაუქმებთ. დაფიქრდით კარგად. სწორია, სწორი თარგმანია. If it rains tomorrow, we will cancel the picnic. პირველი პირობითი გამოვიყენე. მოდი კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და ყურადღებით დაფიქრდი, როგორ იტყვი ინგლისურად, მანქანა რომ მყავდეს, სამსახურში მანქანით წავიდოდი. კარგად დაფიქრდი.
სწორი თარგმანია. If I had a car, I would drive to work. And I would go to work by car. მაგრამ ინგლისურისთვის უფრო დახვეწილი სტილია I would drive to work. იმიტომ რომ drive ისედაც მანქანით წასვლას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გამიმეორეთ. If I had a car, I would drive to work. მანქანა რომ მყავდეს და არ მყავს, სამსახურში მანქანით წავიდოდი. მეორე პირობითი. იქამდე სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალთ, აუცილებლად მინდა გითხრათ ჩვენს კურსებზე, რომელსაც ჩვენ ინგლისურის სუპერ მასწავლებლები ატარებენ. დაინტერესების შემთხვევაში გვეწვიეთ გვერდზე studiolingo.g ან მოძებნეთ ჩვენი ვებგვერდები ნებისმიერ სოციალურ ქსელზე სახელად studiolingo და ჩვენ ყველგან ყველაფერზე გიპასუხებთ. ან როგორც მინიმუმ აუცილებლად თვალი ადევნეთ ჩვენს YouTube და ასევე მოკლე ვიდეოებსაც აბსოლუტურად ყველანაირ სოციალურ ქსელზე. გავაგრძელოთ შემდეგი კატეგორია, ეს არის მესამე conditional, იგივე third conditional, რომელიც უჩვენებს არარეალურ წარსულს, ან წარსულში რაღაცა მოხდა და ვეღარ შევცვალეთ. ზოგჯერ ამას სინანულის ფორმატიც კი აქვს. წინადადება იქნება შემდეგი if-ის მერე had მესამე ფორმაში მოჩვენი მოქმედება, თუ კი წესიერი არის, იდი დაემატება, თუ არაწესიერი არის, შესაბამისი მესამე ფორმა გვჭირდება, რომლის ჩამონათვალსაც ეკრანზე გამოსულ QR კოდში ნახავ და აუცილებლად უნდა დაასკანერო. მოკლედ, if-ის შემდეგ had მესამე ფორმა მოქმედების, შემდეგ მძიმე would have და ასევე ბზნის მესამე ფორმა, ასევე მოქმედების მესამე ფორმა. თუ წესიერია იდი, თუ არაწესიერია, შესაბამის ჩამონათვალში უნდა ნახო. მაგალითისთვის, რომ გამემეორებინა, გამოცდას ჩავაბარებდი. If I had done some revision, ანუ თუ გადავიყვან დანში, if I had done some revision, ძიმე I would have passed the exam. გამოცდას ჩავაბარებდი. If I had done some revision, ძიმე I would have passed the exam. წერტილი. შეგვიძლია შემოვატრიალოთ I would have passed the exam if I had done some revision. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ძიმე არ იწერება. მეორე მაგალითის თქვათ, ადრე რომ გასულიყვნენ, მატარებელზე არ დააგვიანდებოდათ. ან მატარებელს მიუსწრებდნენ. If they had left earlier, they would not have missed the train. ანუ ადრე რომ გასულიყვნენ, მატარებელს მიუსწრებდნენ, ანუ მატარებელზე არ დააგვიანდებოდათ. If they had left earlier, they wouldn't have missed the train. If-ის მერე had მესამე ფორმა ან იდი, შემდეგ would have მოქმედების მესამე ფორმა ან იდი. ანუ ეს conditional ჩვენ გვიჩვენებს არარეალურ წარსულს. წარსულში რაღაცა არ მოხდა და შესაბამისად ვნანობთ რაღაცა შედეგი არ დაგვიდგა. ახლა გადავიდეთ ბოლო კატეგორიაზე, რომელსაც ვიზახით mixed conditionals, იგივე შერეულ conditionals პირობით. შერეული ნიშნავს, რომ ორი სხვადასხვა უნდა შევურიო და ერთად გამოვიყენო. Mix ნიშნავს შერევას. ზოგადად ყველაზე ხშირად ვურევთ მეორეს და მესამეს ერთად. მაგალითისთვის ვთქვათ, მაიქს რომ თავისი მეგობრებისთვის მოისმინა წარსულში, ანუ არ მოусმინა, ესე იგი მესამე conditional-ია. ის ახლა ასეთ შარში არ იქნებოდა. მეორე conditional გამოვიყენე მეორე ნაწილში. ანუ მესამე და მეორე შევური ერთმანეთს. იქნება შემდეგნაირად. If Mike had listened to his friends, he wouldn't be in so much trouble now. ანუ მას რომ მოესმინა თავის მეგობრებისთვის, ანუ მესამე conditional, ის ახლა შარში არ იქნებოდა. მეორე conditional, მესამე და მეორე შეული ერთმანეთს. კიდევ ერთი შესაძლოა რომ ვიყო, მანქანა აუცილებლად უკვე ناقედი მექნებოდა. ანუ შესაძლოა არ ვარ, ეს არის მეორე conditional, არარეალურ აწყოს ვამბობ. მანქანა უკვე ناقედი მექნებოდა, ანუ წარსულში, ესე იგი მესამე არარეალური conditional არის, წარსული არარეალური. If I were you, ძიმე, I would have already bought a car. მანქანა უკვე ناقედი მექნებოდა. შეგვიძლია ჩვეულებრივად შევატრიალოთ ესა. I would have already bought a car if I were you. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ აქ მძიმე არ დაიწერება. ანუ პირველ შემთხვევაში შევურიეთ მესამე და მეორე, აქ შევურიეთ მეორე და მესამე, უბრალოდ თანმიმდევრობები შეიცვალა. ეს არის ეგრეთ წოდებული mixed, იგივე შერეული პირობითები. მოდი ახლა შევაჯამოთ კიდევ ერთი ინტერაქციული კითხვით, რაც გავიარეთ და თარგმნოთ ესეთი წინადადება. უკეთესად რომ მომზადებულიყავი, სამსახურს ვიშოვით. კარგად დაფიქრდით. სწორი თარგმანი არის შემდეგი. If I had prepared better, ძიმე, I would get the job. წერტილი. ანუ უკეთესად რომ მომზადებულიყავი, if I had prepared better, I would get the job. მიქსი გამოგვივიდა მესამეს და მეორეს, მაგრამ მეორე ვარიანტიც ასევე არის, რომ შეგვეძლო გვეთქვა. If I had prepared better, I would have got the job. ანუ წარსულში ვიშოვდი, მთლიანად მესამეში გადავიყვანე. თუ გინდა ვთქვათ, რომ ახლა სამსახური მექნებოდა და ვიშოვიდი,
ვიტყვით I would get the job, ანუ მეორე კონდიშნალი გამოვიდოდა, ხოლო თუ ვიტყოდი რომ სამსახურს წარსულში ვიშოვიდი, ნაშოვნი მექნებოდა I would have got the job. შეგვიძლია მთლიანად მესამეში ვთქვათ, ან შეგვიძლია მესამე და მეორეში ვთქვათ. ეს არის მიქსი. მოკლედ, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვითომ რთული საკითხი და არც ისე რთული საკითხი მარტივად გაიგეთ, თუ კი რამე გაუგებარია, ან რაღაცაზე კითხვები გაქვთ, აუცილებლად გადაახვიეთ და ხელახლა უყურეთ, იმიტომ რომ გამეორება მართლაც რომ ცოდნის დედაა. და თუ თქვენ გინდათ რომ ინგლისურის დონე აიმაღლოთ და ძალიან მაგარ გაკვეთილებზე სუპერ მასწავლებლების დახმარებით დახვეწოთ და ბევრი რამე დაამუყამოთ, აუცილებლად დარეგისტრირდით ჩვენს კურსებზე, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურზე. უყურეთ ჩვენს მოკლე ვიდეოებს, რომელსაც ყველა სოციალურ ვდებთ, ასევე YouTube ვიდეოებსაც და რაც მთავარია, არ დაგავიწყეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა იმისათვის, რომ კიდევ მეტი და მეტი სასარგებლო, სუპერ რჩევებისა და მეთოდების მქონე ვიდეოები შემოგთავაზოთ. დროებით